მოგესალმებით, დღეს ჩვენი თემა დიპლომის როლი დეველოპერის კარიერაში. დეველოპერის კარიერაში რა გითხრათ და თუნდაც პრეზიდენტის კარიერაში საერთოდ არაფერს არ ნიშნავს დიპლომი, მაგრამ მოდი მაინც ჩავეძიოთ, რაში შეიძლება დაგჭირდეს ეს ერთი ფარატინა, ვითომდა ფარატინა ქაღალდი. მოდით ალალად ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ თანამედროვე ეპოქაში საერთოდ არ გჭირდება უმაღლესი განათლება ან რამე დაწესებულებაში სიარული იმისთვის, რომ რამე ვისწავლოთ. ეს არ არის საუბარი მხოლოდ დეველოპმენტზე, ხო? მაგრამ ჩდება ერთი ძალიან ისეთი კითხვა. თუ დავაკვირდებით მაგალითად ისეთ უნივერსიტეტებს, როგორიც არის ჰარვარდი, როგორიც არის მაგალითად სტენფორდი, თუნდაც MIT და ეს დიდი აი ძალიან ცნობილი მსხვილი უნივერსიტეტები. რატომღაც არ ვიცი ეს დამთხევა თუ რაღაცა კანონზომიერება, მათი კურსდამთავრებულები ხშირ შემთხვევაში აღწევენ წარმატებას ზოგი ტექნოლოგიაში, ზოგი სხვადასხვა მეცნიერებაში და ასე შემდეგ, ხო? ვთქვათ მაგალითად იგივე ბილ გეიტსი, ხო, რომელიც ჰარვარდში ჩაირიცხა, ნუ შემდეგ დაანება თავი, ხა როცა Microsoft-ს ქმნი, ალბათ უნდა დაანება თავი. იგივე მარკ ცუკერბერგი, რომელმაც ზუსტად იგივე გზა განვლო, ჩააბარა ჰარვარდში და მერე მანაც დაანება თავი. ვთქვათ Google, მათი დამაარსებლები და მათი CEO-ც კი, ზოგადად Google-ს აქვს ძალიან საინტერესო მიდგომა. ვთქვათ ჟარგონულად რომ ვთქვათ აზის სტენფორდს და იქიდან ტვინების გადაზიდვას აკეთებს. აი Google-ის უმრავლესობა თანამშრომლების არის სტენფორდის კურსდამთავრებულები. და თან ამ კურსდამთავრებულების უმრავლესობა კიდე არის სულ მენეჯერულ და ესეთ ძალიან მაღალ თანამდებობებზე. მე ამას ვერ დავარქმევდი შემთხვევითობას. აქ რაღაც კანონზომიერება უნდა დავიჭიროთ, ხო? ნუ რა თქმა უნდა, ყველა ქართველს გეთანხმებით, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების დონე არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რასაც რა თქმა უნდა, იგივე სტენფორდი, იგივე ჰარვარდი, იგივე MIT გვთავაზობს, ხო? ნუ თუნდაც ნებისმიერი ესეთი საშუალო და მაღალი დონის ევროპული უნივერსიტეტები. ეს რა თქმა უნდა ჩვენი ახალგაზრდა თაობის და სტუდენტების ბრალი ვერ იქნება. აქ კიდე სხვა ფუნდამენტალური პრობლემებია, მაგრამ ამასაც ჩვენ არ ვისაუბრებთ, უბრალოდ მე მინდა ვისაუბრო რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი, ხო, კარიერაში და როგორ შეიძლება თუნდაც აი ამ ერთი ფარატინა ქაღალდის არ ქონამ თქვენ კარიერას დაღი დაასვას. წარმოვიდგინოთ, ისწავლეთ ყველაფერი, არ დაგჭირდათ ეს უნივერსიტეტი, გაიარეთ ყველა კურსები, Udemy არის თუ არ ვიცი რა კურსები არსებობს, ყველაფერი მშვენივრად დაამთავრეთ. გაიარეთ გასაუბრება, არავინ არ გეკითხება სხვათა შორის გასაუბრებებზე, მით უმეტეს ტექსტსფეროში თქვენს უმაღლეს განათლებას და ყველაფერი კარგად მიდის, მოკლედ დაიწყეთ ჯუნიორ პოზიციაზე, გადახვედით მიდლზე, გადახვედით სენიორზე და დგება თქვენს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, რომ გსურთ რაღაც executive role-ზე გადასვლა. არ აქვს იცით მნიშვნელობა, საქართველო იქნება, ევროპა იქნება და განსაკუთრებით აზიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში აქ უკვე თქვენ შეიძლება უბრალოდ ესე გვერდზე ჩაგწიონ და ამ executive role-ზე დაждდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც ამ კომპანიაში საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია, მაგრამ თქვენგან განსხვავებით აქვს აი ეს ფარატინა ქაღალდი. ასე რომ მე ყველა ახალგაზრდას უკლებლივ გირჩევთ ისწავლოთ, მიიღოთ განათლება და გეტყვით ერთ რამეს, რომ სულ არ იყოს უნივერსიტეტში სწავლა, აუცილებლად ნებისმიერ უნივერსიტეტში გამოინახება მინიმუმ ერთი პროფესორი, რომლისგანაც აუცილებლად რაღაცას ისწავლით. შეიძლება თქვენს ქვეყანაში ეს არ ფასდება, მაგრამ ხო შეიძლება უბრალოდ გადაწყვიტოთ ევროპაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლა, სადაც დამიჯერეთ განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლეს განათლებას ენიჭება უმაღლესი ქულა. როდესაც ხდება კანდიდატების შედარება, დამიჯერეთ უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატი გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე უმაღლესი განათლების არ მქონე კანდიდატი. ამიტომ შეიძლება ხვალ უცებ მოგინდეთ, რომ გახდეთ entrepreneur-ი ან თქვენი სტარტაპი დაიწყოთ, თუნდაც აი ზუსტად აი სტარტაპის დაწყებას ხო არ უნდა არავითარი განათლება ფიქრობთ, მაგრამ დამიჯერეთ თუ თქვენ დაიწყებთ ურთიერთობას ვენჩურულ კაპიტალებთან, რომლებიც ძირითადად რა თქმა უნდა ევროპიდან და
უფრო უმრავლესობა კიდე ამერიკიდან მოდის, რა თქმა უნდა თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ უმაღლესი განათლება. გადახედეთ მოთხოვნებს ვენჩურული კაპიტალების და რას ითხოვენ ენტერპრენიორებისგან, იქ გარკვევით წაიკითხავთ ამ დეტალებს. გრანტებზეც ზუსტად იგივე ხდება, ყველა კითხულობს დაუშვათ გუნდის წევრების რეზიუმეს და მათი განათლების დონეს. იმიტომ რომ, ესეა უცხოეთში, განსაკუთრებით ევროპასა და ცივილურ სამყაროში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და აზიის განვითარებულ ქვეყნებშიც, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების ადამიანი ითვლება რაღაც, ესე გამორჩეულ პიროვნებად რა. ანუ მე ვიძახი საქმეში რა. საქმეში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გეთანხმებით შეიძლება ხელი ქონდეთ ჩაქნეული და ამაზე კიდევ ვიძახი ვერ შევედავები ვერც ერთ ახალგაზრდას, მაგრამ დააძალეთ თქვენ თავს და ისწავლეთ, გაიარეთ ის 4 წელი ელემენტარულად ამ 4 წლის განმავლობაში იმას მაინც ისწავლეთ, რომ გამოიმუშაოთ დისციპლინა და იმუშაოთ თქვენს თავზე. მე შემიძლია საკუთარ მაგალითზე გითხრათ, რომ დავიწყე სწავლა საკმაოდ გვიან ასაკში, 20 წელს უკვე გადაცილებული ვიყავი და ისე დაემთხვა, რომ ამ სწავლის დროს საკმაოდ კარგი სამსახური მქონდა და ძალიან ხელი შემეშალა მოკლედ სწავლაში და გამეწელა, ასე ვთქვათ, მაგრამ ჩემს თავს დავაძალე, დავამთავრე სწავლა და მერე უკვე რამოდენიმე წლის მერე უკვე მივხვდი როგორ დამეხმარა ეს ბაკალავრი იმაში, რომ მე უცხოეთში ჩამებარებინა მაგისტრატურაზე. მაგისტრატურაზეც შემიძლია გითხრათ, რომ იგივე პრობლემები შემექმნა, იგივე კი არა, ალბათ მაგი წინაღობა მქონდა უკვე, იმიტომ რომ გუნდები მებარა, ფაქტიურად რო არ მქონდა, მაგრამ იქაც დავაძალე, გამოვნახეთ, რომ ალბათ კაი time management-ით ყველაფერს შეძლებს ადამიანი, გამოვნახეთ, რომ დღეს ვარ მაგისტრი და შემიძლია ვთქვა, რომ როგორც კი მაგისტრი გავხდი, ეგრევე მივიღე შემოთავაზება დაწინაურებაზე უკვე C-level თანამდებობაზე და კიდევ ვიძახი, მუშაობ ამერიკულ გარემოში, ამერიკულ კომპანიაში და იქ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ამას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მიაქცევთ ყურადღებას რა პროპაგანდა მიდის ქვეყანაში, როგორ მიდის დაკნინება იმისი, რომ უმაღლესი განათლება თურმე საერთოდ არ არის საჭირო. დამიჯერეთ განათლებას ყოველთვის აქვს აზრი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.